ის რაც ვილაპარაკე პირდაპირ კავშირშია. მაგალითად ადრეული ქორწინება რო ვახსენოთ, ხო? რატომ არის ადრეული ქორწინება ძალიან საზიანო პრაქტიკა, რომელიც პირველ რიგში რა თქმა უნდა გოგოებს ეხება სტატისტიკას რო შევხედოთ, რა თქმა უნდა შესაძლებელია ხანდახან რომ ახალგაზრდა კაცი დააქორწინონ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს არის გოგოები. მან ვახსენებ იმ სტატისტიკასაც, რომ ესე იგი 2010 წლიდან 2018 წლამდე სტატისტიკა იყო გაყინული. 14% იყო 2010 წელს იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც ამბობდნენ, რომ 18 წლამდე იქორწინეს, ხოლო 2018-ში 13.9. ანუ ფაქტიურად ძვრა არ იყო. თუმცა ეხლა ჩვენ გვაქვს უახლესი მონაცემები, რომელიც საქსტატთან ერთად გაკეთდა და ვხედავთ, რომ ეს არის 6 და 9. რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ნახტომია. 2018 წლის შემდეგ ამაზე ალბათ იმოქმედა კანონმდებლობის შეცვლა, ცნობიერების ამაღლებამ და იმანაც ალბათ რომ აი ვთქვათ სკოლის მხრიდან შეტყობინება, ჯანდაცვის სისტემიდან შეტყობინება, სავარაუდოდ ეს უფრო გაიზარდა.